მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე დღეს ათონელის რეზიდენციაში იმყოფებოდა. პრეზიდენტთან პირისპირ გამართული შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად მზად არის ითანამშრომლოს ყველასთან, ვინც მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდება. მთავარი საერთო მიზანია, ამბობს მელია. შესაძლებელია დიდმა ნაწილმა ოპოზიციური სპექტრისა საერთო ენა გამონახოს, რაც მოვისმინე ქალბატონი ზურაბიშვილისგან, მას აქვს ხედვა ისეთი, რომელიც თანხმდრაში მოდის, მაგალითად, ჩემ ხედვასთან როგორ შეიძლება მართლმსაჯულებაში ტრადიციული პრობლემა გადაწყვეტს, როგორ არის შესაძლებელი კორუფცია დამარცხდეს. მე მივიღებ მონაწილეობას ყველა იმ პროცესში, რომელიც ემსახურება და მიზნად ისახავს სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. არ მაინტერესებს ვინ იჯდება იმ მაგიდასთან. მე მაინტერესებს შედეგი, რომელიც უნდა მივიღოთ ამ მაგიდის გარშემო წარმოებული მოლაპარაკებისა და მუშაობისა. მელია თანამშრომლობისთვის მზად არის, თუმცა დიდი ალბათობით პოლიტიკურ ასპარეზზე დამოუკიდებელ თამაშს დაიწყებს. ნაცმოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე პოლიტიკური პარტიის პრეზენტაციას რამდენიმე კვირაში გამართავს. გაჩნდა მოლოდინი, რომ მელიას საარჩევნო ნომერი 4 იქნება. რაც შეეხება ადამიანებს, ვინც შესაძლოა მელიას პარტიაში ვიხილოთ, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ჯერჯერობით დეტალებს არ ახმაურებს, თუმცა ოცნებას არჩევნებში უკომპრომისო ბრძოლას პირდება. მნიშვნელოვანია, რომ ქართული ოცნება აღარ იყოს ხელისუფლებაში და ქართული ოცნება ჩანასწროს წესიერი ხალხით დაკომპლექტებული ხელისუფლება. ჩემთვის მნიშვნელოვანი ვერ და არ იქნება, რომ ივანიშვილი ჩანაცვლეს. მათ შორის მაგალითად ჩანაცვლეს კეზერაშვილის ინტერესი. მე ვფიქრობ, რომ გვანამიას აქტიური მონაწილეობა პოლიტიკაში არის მისასალმებელი. ნებისმიერი ტიპის ერთობა ვერ იქნება თვითმიზანი და მიზანი. ეს უნდა იყოს მიზნის მიღწევის შესაძლებლობა. აწარმოებ რამდენიმე არსებულ პოლიტიკურ პარტიასთან მოლაპარაკებას, ვისაც გააჩნია ტექნიკური შესაძლებლობა ნომრის, საარჩევნო ნომრის